აი ეგ არის შეასრულა და შეასრულა და მოჩა ითანამშრომლა ეს ხო იმას უტარებდა რა ამახო ჩაუწერა შალვანს просто მე დაასრო რა ამან თავის ფილმისთვის ეხლა როცა იქნებოდა და ის თემადა ერთმანეთს ჩაუწერა ამას ტელეფონს არ აქვს შალვას ესა დაკარგულია ერთი ეცი არ გეპოვა შალვამა ჩაუწერა აი ეს სიტუაცია სპეციალ მიზან მიმართულად ჩაიჭდება გესმის რომ აი ძალით დათრგუნო ძალით აი ბოლომდე გააფარჭებო და თავი მოჭრა ხალხში იგივე კობა დავითაშვილს გაუკეთეს და აი ხე კაცოები იყო რა ხო ხა ქართველები ვართ ხო ყველანი და აი დაუშვათ 100%-დან რამდენს გაუკეთებია ეხა ეგეთი რამე რა და რამდენს უთქვია ნაცეტრიდან ავერტილე აი ამაზე რომ წაიღეს ტვინი და დაცინია და აი მაგრამ ბოლომდე უნდათ რომ ესმის თავიანთი ჭკუით გაამარგინალო მირსება აპრილი ხალხის ზეკაი იმას შვებიან რა 16 კაცი გამარჯვი რამდენი საწოლია რა 24 როგორ გეძინეთ არა მე მეძინა იქ ვიღაცების ფენას გაშიყვე როგორ არის იცი გეძინა კი არა საერთოდ როგორ წაი წამოწოდა გინდა რა წამოწოდა ჩუმი არ არსებობს ეგ ზუზულის რაღაცა რა ეგეთ 36 კაცი არის ეს კიდე კაი გონია რომ ბევრნიო ეს კიდე კაი იყო ეს კიდე როგორც სკანდალური პატიმარი ვიყავი და კიდე ესეთი თორე იყო 80 კაციანი ვადი ის კამერები თქვა 40 ადგილზე 80 კაცი 100 კაცი აი ამდენი პატიმარი მე გავიგე ეგეთი ამიტომ აკეთებენ რომ რაღაც რაოდენობის პატიმრები უნდა ყავდეთ რომ რაღაც თითქოს გრანტები და კრედიტები მოვიზიდონ კიდე სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამიტომ აკეთებენ რომ ამას რაღაც დაახლოებით 18000 პატიმარზე მეტი უნდა ყავდეს რომ რაღაც ფული მოიგოს თასზე კი არ როგორ არის იცი მოსახლეობის პროცენტების მიხედვით რა თუ კი მოსახლეობის მაგალითად 1% სიმდება იქ რაღაც მეგონი სხვა კრიტერიუმები უდრება ზუსტად ვერ გეტყვი ციფრებს რა ანუ ფულთან არის დაკავშირებული იგივე პოლიტიკა სიმაშობა რა ამერიკა შტატებში იგივე საერთაშიც ან 2 მილიონზე მეტი პატიმარია ხო და როგორი რამეა იცი თვითონ ესეთი რამე ნაგიცხებ რომ გაკეთამი რომ აქამდე ვზივარ სანამ ისე არ მოილება ყველაფერს საკნის მხრივ შასლივი საკანია რა მე გამოვიდი ხუცინევრიდან მე გამოვიდა ალეკო დავითაშვილი მე გამოვიდა მირიან ცვარაძე მე გამოვიდა გიანო ცუბიძე კიდე რამე პროფესორ გოგო ვალიშვილი კაცი მალე გამოხვალ რა გარწმუნებული ვარ ეხლა რომ ისეთ შინაგან გამორებაში არიან ეხლა რომ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც რა ეხლა რა მოხდა ჩემი აზრით რომ ორი სერიოზული მანქანა BMW და Mercedes-ი ადგა და შეასკდა ერთმანეთს რა ეს მის ხელისუფლებაზე ოპოზიცია ორივე დაინგრა ეს მის ეხლა მილიონი რაღაცა გადასაფასებელი რა იმიტომ რომ შეიძლება წარმოგედგინა რომ 7 ნოემბრამდე ეს ერთი წელი რომ აი ეს სიტუაცია გამვითარდებოდა ქვეყანაში 1-2 წლის წინ ისე რომ აი ეს დაინტრა ეს ორივე მანქანა და გასაწყობიერი ეს თავი რა ეს არის მე გეტყვი საქმე რა შეეცი რომ აი ძალიან სერიოზული მსჯელობა მიდიოდა ხოლმე და მიდის დღემდე რა ზოგი წამოძახების იმითი ზოგი ლაპარაკობს ზოგი ესე რომ დაუშვათ აი 2 ნოემბერს ამდენი ხალხი რო იყო და რაღაცა ხო დაუშვათ რატო არ დაძრეს და რა იქნებოდა და გაისროდა და არ გაისროდა და რაღაცა რა უკაც მოარეს ხო რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა მაგრამ ნუ განთად აი ესეთი კითხვა მიჩნდება გაიგე რომ თუ გაისროდა დაუშვათ იმაზე მეც დახოცავ და რაც ახლა უსეში დავკარგეთ რაც ყველა ვარიანტში დაუმარცხებელი ბრძოლაა რა ყველა ვარიანტში ეს არის გუშინ მე და ვიძინავ ლაპარაკობდით ერთი იდეის გარშემო გაერთიანდეს ეს ყველა რომ ეს მონსტრი მოიშორეს ჩემებაზე სიძულული გაკეთა ხო ეს ყველა კი იქნება ეხლაც იგივე შესწავლა გამოვიდეს რომ ამის ერთი სიძულით არ უნდა მოხდეს გაერთიანება თორე შეიძლება იგივე შედეგი მიიღო თუ არ ესე ხო იქნება გაერთიანება აქ არის სისტემის სიძულული გაერთიანება აი მაგას სისტემი აი მაგის თქმა მინდოდა აი შემოა ეს დაძირა შემოზე გაიგე აბა დავაი კედელთან დადიქით რაღაცა მო გადაწევს ეს ლოგინს მობილური დებს რა და მობილური ვისი ეს საწოლი ვისია შენია და შეო არის და საქმე ორწლამდე როგორც დაგიმატებს
დღეს ყველა უკეთეს პირობებში ცხოვრობ, ხო, დავშლის უკთავებით ხარდაბის რაღაცა ესე გაიგე ისეთ მაგრამ განცილებით უფრო დაუცველად გზნობენ რა თავს. რატომ არის პრობლემები დღეს ციხეში? იმიტომ რომ თვითონ ის ხალხი, ვინც არის ადმინისტრაცია არის, სპეცნაზია, ბადრაგია თუ ის არის, თვითონ მისი დონე არ არის ისეთი, რომ იმას არ აქვს მოსამართლეობის უფლება და იმან გადაწყვიტოს იმის ურთაზე ვის არ უთქვას, ხო, ან მოიყროს ნორმალურად. დღეს სანამ შემოხვიდრდი ეგეთი ამას მოსწრაფი. და ხშირად ეგეთ შეკითხვებს მისვამები, აი რატო დაიწყე ეს პროექტი, რისთვის დაიწყე, რა არის ამის მიზანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უბრალოდ დავიწყებოდა ეს ჩამოვწერე რა და მინდა რომ წაგიკითხო. ეს 5 წელი. ბოლო 5 წელიწადზე მაქვს ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, იყო ომი, სისხლი, ავანტიურა, ტყუილი, პროვოკაცია, ცილისწამება, შიში. არასტაბილურობა, უგემოვნებობა, უნიჭობა, უსინდისობა, უმადურობა, სრული სიგიჟე და სრული სირცხვილი. სამაგიეროდ იყო დაგებული გზები, იყო შეღებილი სახლები, იყო სწრაფა ნატოსკენ, მაპი, აიპაპი რამე, სიგნალი როგორც ყველაზე მაგარი ქალაქი, ყვითელი ავტობუსები, ტვინგამორიცხილი საწყალი ხალხი, სკოლაში შეხიზნული ლტოლვილები, 7 ნოემბერი, გაყალბებული ცხოვრება და არა მარტო არჩევნები. იყვნენ უთანმოყვარეო ტელევიზიები. აი დაბახებული სპორტი. უდანაშაულო პატიმრები და პატიმმოყვარე ასწავლია თავარსარდალი. აი მე აღარ შემიძლია ამ კოშმარში ცხოვრება. მთელი ავადობის რევოლუციის პერიოდი ერთადერთი სკრიპი გავაკეთე შევარდაძეზე და ლევანთან ერთად ვიჯიკი სახში ლევანთან რა ესენი არ გავიდნენ და არ შეუერთდნენ და მე ვფიქრობდი ხოლმე მეთქი ჩემზე პატარა ერთი წლით რა და ფენომენურად ვერ დაუშვი ეს სიტუაცია რომ ამ ჩემზე პატარა რომელსაც თავისუფლების ამის ყრუილი რა აი ესეთ ქვეყანაში გაგჭიტავდეს უყოლას რა შალვარი მომდარი კამერაში პაზობს შაფილია ჭავჭავაძე და მის გამსახურებელზე და რაღაცა და ერთი წელს გაიგე და ეხლა გაახურება შენ კიდე ილიაო რა გურდულისთვის რა ხო გაგეთებული ილიასო გაიგე და უცბად მაგარი ნუ დავიხო ყველას დარიაქსია რომ გურდულისთვის ილიას გაიგე და ეს ძიმეში არ იყოს რა ხელს იმაზე კაკო კავშირი დაწერაო ისე რა მომეწია ცით რო ხარ რა და მარტოობა თუ რაღაცა ნუ მუხტი დაგროდება რაღაც მაგიდა და თუ არ ყავს ვინმე რა რომ იცოდე რომ გაიგებს რა რასაც ეთქვას ვიჟედი წერას რა უნდა განმოცე რა ვასაკი განმოვფქი გაიგე ეგ იყო გუში რომ დავწერე კადრს ეს აგიკითხე გიორგი გაჩიჩილაძე, იგივე უცნობი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის, 2009 წლის 20 იანვარს პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და გახდა საკანი ნომერი 5-ის პატიმარი. ის, რომ ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად საქართველო გადაიქცა ციხედ. ცხოვრობს საკანში მანამდე, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რეჟიმის ტყვეობისგან. საკანი ნომერი 5-ის პატიმარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე და იცხოვროს უცნობთან ერთად 24 საათიდან 72 საათის განმავლობაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს პროტესტის ამგვარ ფორმას, ან გააჩნია განსხვავებული პოზიცია, შეუძლია პირისპირ ესაუბროს საკანი ნომერი 5-ის პატიმარს აემნისტვის განკუთვნილ დროს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და პოზიცია SMS შეტყობინების სახით ნომერზე 2060. თქვენს გზავნილებს გიორგი გაჩიჩილაძე შაბათს ღამის 12 საათზე პირდაპირ ეთერში წაიკითხავს. კვირას ღამე პატიმარი მაყურებლის სატელეფონო ზარებს უპასუხებს. გახდით რეალური პროტესტის რეალური მონაწილე. ფიქრეთ, იმსჯელეთ და იგამათეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. საკანში ნომერი 5.